ესე იგი, თემატიკა არის ის, რაც ჩვენს ხილში მონიშნული არის, როგორც აი მესამე გრაფაში და მეოთხე გრაფაში. ნუ თეორიული მასალა არის მესამე გრაფაში, ნუ მეოთხეში არის ძირითადად პრაქტიკული ამოცანები, აი მე-6-ს მესამე ჩვენ უკვე წინა ლექციაზე გავაკეთებთ, ხო? ანუ მე დავიწყებ აი თეორიული მასალიდან ძირითადად აი ამ ლექციაზე მევეთრები ფოკუსირება გავაკეთო თეორიულ მასალაზე. ანუ პირველი საკითხი იქნება, რითაც მე დავიწყებ მსჯელობას სინათლის დუალობაზე. მე განვიხილავ გამანაწილაკს, ფერი შევცვალოთ. როგორც ნაწილაკს და ასევე სინათლეს როგორც ტალღას. მე ტალღა. ხო? აი სინათლე სხვადასხვა პირობებში ავლენს სხვადასხვა თვისებებს. კერძოდ ჩვენ უკვე ორი მოვლენა განვიხილეთ, სადაც სინათლე იქცევა როგორც ნაწილაკების ერთობლიობა, ანუ ფოტონების ერთობლიობა. ეს იყო კომპტონის ეფექტი. და მეორე იყო ფოტოეფექტი. ხოლო თქვენ უკვე იცით აი ოპტიკა და ტალღების კურსიდან, რომ სინათლე ტალღურ თვისებებს ავლენს უფრო ჩვეულებრივ პირობებში და ეს მოვლენა არის აი ორ მოვლენას ჩამოთვლი დიფრაქცია და ინტერფერენცია. სია ეს იყოს პირველი, მეორე. კარგი, გახსოვთ რა არის ეს, მოდი უცებ გავიხსენოთ, აი თქვენთან მაქვს შეკითხვა, გახსოვთ რა არის დიფრაქცია და ინტერფერენცია? ხო, დიფრაქცია რა არის? ერთ-ერთ რომელსაც კიდათ იმათ თქვით. როდესაც სინათლე ეს დიფრაქციული მესერი შემთხვევაში თუ საერთოდ? საერთოდ, ნუ ლაპარაკი მაქვს ტალღაზე, ხო? ანუ დიფრაქცია რა არის? თქვა ტალღა ტალღების რაღაც ნაწილი ზრდება, ხდება, ანუ აჯამოა და რაღაც ტალღები ერთმანეთს გამოვაკლდებიან და დიფრაქციაში ხდება. ეს არის ინტერფერენცია. დიფრაქცია ცოტათი სხვა რაღაცა არის. დიფრაქცია არის, როდესაც ტალღას ხდება რაღაც წინაღობა და იგი ამ წინაღობას შემოუვლის. აი ეს არის დიფრაქცია და შემდეგ აი ეს წინაღობის წერტილი, სადაც ხდება ეს წინაღობა, ის წერტილი ხდება შემდგომი ტალღის გავრცელების წყარო. ხო? აი ინტერფერენცია არის ისა, რაც თქვენ მითხარით, როდესაც ხდება შეკრება ტალღების და რაღაც წერტილში შეიძლება იყოს გაძლიერება, რაღაც წერტილში ჩახშობა, ხო? კარგით. ესე იგი, რახან ტალღებზე მაქვს ლაპარაკი, ტალღა რითი შეიძლება დახასიათოს? აი, მოდის კონკრეტულად ჩვენ ვილაპარაკებთ სინათლეზე, იმიტომ რომ აქედან წამოვიდა კვანტური ფიზიკა, ხო? ტალღა შეიძლება ხასიათებოდეს ორი რაღაცით, ხო? ერთი არის სიხშირე, ან თუ გნებავთ ტალღის სიგრძე, ლამდა, ან თუ გნებავთ ომეგა, იმიტომ რომ მე ვიცი უკვე როგორ დავაკავშირო, ხო? ლამდა და ომეგა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ლამდა არის პერიოდი გამრავლებული ტალღის სიჩქარეზე, ხო მართალი ვარ? ნუ სინათლის შემთხვევაში აქ ცესავებ, მაგრამ ეს ახლა რასაც წერ მე ზოგადია, ხო? და თვითონ პერიოდი არის ერთი გაყოფილი სიხშირეზე, ერთი გაყოფილი F-ზე. ხო, ანუ ეს არის აი ზოგადი ფორმულა. კიდე რითი შეიძლება დახასიათდეს ტალღა? ეს არ მიხსენებია და ამიტომაც როდესაც ტალღა ვრცელდება, აქ მაქვს გავრცელების მიმართულება. ხო მართალი ვარ, არა? აი წარმოიდგინეთ რაღაცა წყარო და ასხივებს ტალღებს ყველა მიმართულებით, ხო? ესეთი მიმართულებით, ხო? აი მე შემიძლია გამოვყო რაღაცა კონუსი, ხო, აი აქა. აი
ძალიან მცირე კუთხის კონუსი და აი თუ დავჯექი მე აი ამ დაშტრიხულ არეში, მე დავინახავ რომ ტალღა ვრცელდება აი ამ სექტორის მართობული მიმართულებით. ანუ ტალღას აქვს გავრცელების მიმართულება, ხო? და ამას უწოდებენ ეგრეთ წოდებულ ტალღურ ვექტორს. ანუ ეს ნორმალი ინი, ანუ ერთეულოვანი ვექტორი. კარგი. ანუ ეს არის რაღაცა ნორმალი აქა და აი ტალღური ვექტორი არის სწორედ ეს, რომელიც აჩვენებს აი ამ მიმართულებას. ანუ როცა ტალღასთან მაქვს მე საქმე, მას ვახასიათებ ორი რაღაცით. სიხშირით და ვექტორით. ანუ ტალღური ვექტორი, ანუ ეს ორი თუ ვიცი, ხო? პრინციპში შემიძლია ეხლა რას ნიშნავს, რომ სიხშირე შეიძლება ტალღას სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა ქონდეს, იმიტომ რომ შეიძლება ტალღა სხვა ბევრი ტალღების ნაზავი იყოს, ხო? აი ინტერფერენცია სწორედ ეს არის, რომ შეკრება ხდება, ხო? და ასევე შეიძლება სხვადასხვა სივრცის წერტილში მიმართულება იყოს სხვადასხვა, მაგრამ აი ყოველ წერტილში მე თუ ვიცი მიმართულება და სიხშირე, პრინციპში მთლიანი სურათის დახასიათება მე უნდა შემეძლოს. ამიტომ არის აი ეს ორი სიდიდე ჩემთვის მნიშვნელოვანი, ხო? კარგით. ეხლა როდესაც მე ვლაპარაკობ ნაწილაკზე, ხო, ამ შემთხვევაში აი გამა ნაწილაკი, ფოტონი, ხო? მე ვიცი რომ, ხო, პირველად იყო ესე აინშტაინი, მიუხედავად იმისა, რომ პლანკს ეკუთვნოდა ეს ჰიპოთეზა, მოდი დავწეროთ პლანკის ჰიპოთეზა. რომ რა იყო, ეს იყო A-ში F-ი, ხო? ხო? ეს იყო თანაფარდობა, მაგრამ ინტერპრეტაცია აინშტაინის მიერ მოხდა, რომ ეს უნდა იყოს ფოტონი ნაწილაკი, ხოლო ნაწილაკი რითი ხასიათდება, ხო, მე ვიცი, ორი რაღაცით, მას უნდა ქონდეს ენერგია და მას უნდა ქონდეს იმპულსი. ხო? აი უყურეთ ახლა, აი შევხედოთ ამ ცხრილში ორივე სვეტს. ხო? მარჯვენა მხარეს მაქვს სიხშირე და ტალღური ვექტორი, მარცხენა მხარეს მაქვს ენერგია და იმპულსი. ხო? მაქვს ენერგია და იმპულსი და პლანკმა აი ეს ორი სექტორი, ხო, დააკავშირა ერთმანეთთან. მაშინ, როდესაც მან დაწერა, რომ E უნდა იყოს რა? A-ში გამრავლებული F-ზე, ან რაც იგივე არის A-ხაზიანი გამრავლებული ომეგაზე. ხო? აი ეს პლანკის ფორმულა, ხედავთ, აქა თქვენ, არის ხიდი აი ამ ორ სურათს შორის, ანუ ტალღური სურათი და ნაწილაკობრივი სურათი. ხო? კარგი, ეხლა ბუნებრივია თქვენ გაგიჩნდათ კითხვა, თუ მე მაქვს კავშირი ენერგიასა და სიხშირეს შორის, არის თუ არა კავშირი იმპულსსა და ტალღურ ვექტორს შორის, ხო? აი უკვე ალბათ ხვდებით, რომ უნდა იყოს ასეთი კავშირი, რატომ? იმიტომ რომ სიხშირე თვითონ არ გამოხატა და არც ენერგია არ გამოხატავს მოძრაობის მიმართულებას, ხო? მაშინ, როდესაც ტალღების შემთხვევაში კა გამოხატავს მიმართულებას, გავრცელების, ხო? და ნაწილაკის შემთხვევაში იმპულსი არის ვექტორული სიდიდე, მას აქვს მიმართულება და ისიც გამოხატავს მიმართულებას. ამიტომ სავარაუდოდ უნდა იყოს კავშირი იმპულსსა და ტალღურ ვექტორს შორის. აი ამაში გვეხმარება აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორია, კერძოდ რა, რომ ენერგია თავისუფალი მოძრავი ნაწილაკისთვის მაქვს საუბარი, უდრის კვადრატული ფესვი ორი რაღაციდან mc კვადრატის კვადრატი, ანუ უძრაობის ენერგიის კვადრატს დამატებული c გამრავლებული p კვადრატში, აი აქედან კვადრატული ფესვი, ხო? კარგი, პირველი ნაწილი რა არის? გახსოვთ? უძრავ ენერგია.
დიახ, კარგით. სინათლისთვის რა იქნება ეს ნაწილი? ფოტონისთვის. ფოტონს არ აქვს მასა, დიახ, გამა ნაწილი, ანუ m გამა, გამათი აღნიშნავ ფოტონს, როცა როგორც ნაწილაკზე ვსაუბრობ, m გამა უდრის 0-ს, ხო? ამიტომაც e ვექტორის მოდულს მე ყოველთვის აი ეს ჯოხები რო არ ვიხმარო აქ, აი აღნიშნა უბრალოდ აი ასეთი, ხო? ამიტომ გასაგები არის რომ e ვექტორის კვადრატი არის p კვადრატი, ეს იცით, ხო? p კვადრატი, ამიტომ აი ამ ფორმულაში აი აქ რომელიც გავამუქე ასე, ამ ფორმულაში მე თუ ჩავსვამ ფოტონის მასას 0-ს, ანუ მივუყენებ ამას ფოტონს, მივიღებ რას, რომ ენერგია, დიახ, უდრის c გამრავლებული s მოდულზე, მოდი ჯერჯერობით მექნება ეს მოდული. აქა, მაგრამ მე დავწერ c გამრავლებული s-ზე. ხო? კარგით. აი, ეს არის ნაწილაკობრივი სურათი, აქ რასაც ვაკეთებ მე ყველაფერს. უმასო ნაწილაკისთვის, კერძოდ ამ შემთხვევაში ფოტონისთვის. აი, ეხლა გამოვიყენებ იმ ხიდს, რომელიც შემოგთავაზა პლანკმა, ხო? ანუ მინდა ნაწილაკობრივიდან გადავიდე აი ამ ტალღურ სურათზე, ხო? აი, უყურეთ, აი აქა. ამაზე მინდა გადავიდე მე. ხო, აი ამ ხიდის გამოვიყენებ. აქა. ხო, ანუ აქ უნდა ჩავწერო ეს მაგურად, ეს უნდა ჩავწერო h-ხაზიანი ომეგა უდრის c s ვექტორის მოდული. ხო, და გამოვსახავ, მოდი, რა არის p ვექტორი აქედან. p ვექტორი, ანუ p ვექტორის მოდული არის h-ხაზიანი ომეგა გაყოფილი c-ზე, ხო? ხოლო e იყო, აი წინაზე მეწერე ესა უკვე h-ხაზიანი ომეგა. ხო? აი უყურეთ ახლა ორი რაღაცა არის აქ, ხო? თუ რახანი ენერგია, მოდი ახაც დავწეროთ ესა, ხო, ეს იყო mc კვადრატის კვადრატი პლუს cp-ს კვადრატი, ხო? cp-ს კვადრატი, ხო, აქ უძრავის ისა, ხო? აი უყურეთ ეს ფორმულა რას გვთავაზობს? თუ ენერგია იკვანტება პლანკის ჰიპოთეზის თანახმად, ხო? და ეს ენერგია დგას ამ ტოლობის მარცხენა მხარეში, ამიტომ მარჯვენა მხარეში დგარი სიდიდეებიც უნდა დაიკვანტოს, ხო მართალი ვარ? ხო? გასაგები არის უძრაობის ენერგია არის მუდმივი, არ შეიძლება ის შეიცვალოს, ამიტომ ერთადერთი ვარიანტი მაქვს აქა, რომ იმპულსიც დაიკვანტოს, ხო? ანუ აი უყურეთ ენერგია რახან იკვანტება აქა, ხო? ამიტომაც იმპულსიც უნდა დაიკვანტოს და ამის ანალოგიით თუ ენერგია არის h-ხაზიანი ომეგა, p-ც უნდა იყოს h-ხაზიანი გამრავლებული რაღაც სიდიდეზე, რომელიც ახასიათებს მიმართულებას და აი სინათლისთვის ტალღურ ვექტორად შემოღებულია სწორედ ესა, რომ ეს არის h-ხაზიანი რახან მოდულია k ვექტორი, k ვექტორის მოდული, ხო? ანუ k ვექტორი სინათლისათვის განმარტებული არის ასეთნაირად. ეს არის, აი აქ პირველი თანაფარდობიდან მოდულებიდან რო ვექტორზე გადავიდეთ, ეს არის სინათლის იმპულსი გაყოფილი h-ხაზიანზე, ხო? ანუ ტალღური ვექტორს უწოდებენ ამას, ტალღური ვექტორი არის იმპულსი გაყოფილი h-ხაზიანზე, ან პირიქითაც შემიძლია დავწერო, რომ იმპულსი არის h-ხაზიანი k ვექტორზე, ხო? ანუ როგორც ვლაპარაკობდით, რომ სინათლის კვანტის ენერგია არის h-ხაზიანი გამრავლებული ომეგაზე, ხო? აი ამას დავარქვათ, მოდი პირველი ფორმულა. ასევე უნდა ვისაუბროთ, რომ სინათლის კვანტის იმპულსი არის h-ხაზიანი გამრავლებული ტალღურ ვექტორზე, ხო? ანუ აქ უკვე იმპულსიც და ენერგიაც არის უკვე თანაბარ უფლებიანი, იმ თვალსაზრისით, რომ ენერგია რახან იკვანტება, იმპულსიც იკვანტება, რახან მაქვს მე ხიდი აი ამ ფორმულით
ნაწილაკსა და ტალღას შორის, აი აქაც მაქვს ხიდი ნაწილაკსა და ტალღას შორის, ხო? ანუ ნაწილაკი, ტალღა, ხო? ერთად ენერგია და ომეგას შორის ხიდი არის აი ეს ფორმულა ინგრის აშხაზიანი ომეგა, ხო? ხოლო იმპულსსა და ტალღურ ვექტორს შორის ხიდი არის აი ეს ფორმულა. დასამახსოვრად უკვე იულია, იმიტომ რომ ყველგან შემოვიდა აშხაზიანი გამრავლებული რაზე, კაზე. ხო? აი ეხლა თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ არის რომ ამ ფორმულაშიც, ამ პირველი ფორმულა დავარქვით ამას და მეორე ფორმულაშიც ეს კოეფიციენტები ორივე არის აშხაზიანი. ხო შეიძლებოდა ყოფილიყო აი ამისთვის აშხაზიანი, მაგრამ ამისთვის რაღაც აშხაზიანი, რაღაც შტრიხი ყოფილიყო, ხო? რატომ არ არის ასე? ეს ფორმულა, ეს საკითხი აღელვებდა ბერს, მაგრამ როგორც ირკვევა, აშხაზიანი არის ზუსტად იგივე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს უნდა იყოს ფუნდამენტური და უნივერსალური მუდმივა. აი მაგალითად, როგორც ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონში, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ სად ვიყენებთ ამ კანონს, დედამიწაზე, მთვარეზე, თუ სადღაც ანდრომედას გალაქტიკაში, ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის მუდმივა ჟ-ი ყველგან ერთი და იგივეა, ხო? არ შეიძლება რომ დედამიწაზე მსოფლიო მიზიდულობის მუდმივა სხვა იყოს და თქვათ მარსზე სხვა იყოს, ხო? აი ანალოგიური ფუნდამენტური მუდმივა არის აშხაზიანი, იგი არის უნივერსალური. და იგი ხდება ყველა იმ მოვლენაში, რომელსაც ახასიათებს კვანტურობა. ანუ კვანტურობაზე სადაც ვლაპარაკობთ, კვანტურობაზე, იქ ყველგან გამოჩნდება ეს აშხაზიანი. აი ეს მინდოდა აი ამ მათთან დაკავშირებით მე მეთქვა. რამე შეკითხვა ხო არა გაქვთ ახლა? არა. კარგით. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კვანტურობის ჰიპოთეზის დამოუკიდებლად ახალ სისტემაზე შემოწმებისათვის ბორისა და რეზერფორდის ატომის მოდელი, ხო? მე თქვენ გთხოვეთ ამას წინათ რომ წაგეკითხათ რეზერფორდის ცთის შესახებ. კერძოდ რეზერფორდმა თავისი ცთით დაამტკიცა, რომ ატომის მოდელი არის პლანეტარული მოდელი, ხო? კარგით, ხო არ გახსოვთ და ხო არ მეტყვით, მოკლედ, აი როგორ იყო იდეა ამ ექსპერიმენტის? ბორის რეზერფორდის თავიდან წარდგეთ ჩაატარეს ატომის მოდელი უნდა და წარმოედგინათ და იყო ნათქვამი რომ ატომში დადებითი ნაწილაკები თანაბრად არის განაწილებული და რეზერფორდმა კი დასაფუძვა რომ ეს ნაწილაკები არ არის როდესაც ჩაატარა ხდებოდა ძალიან დიდი კუთხით გადახრა ახლა ნაწილაკზე ჩაატარა და მან დაასრულა, როდესაც ბირთვს უახლოვდებოდა, ანუ შუა ნაწილს რაღაც ნაწილს უახლოვდებოდა, მაშინ იყო ყველაზე დიდი გადახრა, დიდი კუთხეს იღებდა და ამიტომ მან იფიქრა, რომ ეს მთლიანი მუხტი მოთავსებულია ბირთვში და არა მთლიან სივრცეში. და მან თქვა, რომ ატომი არის ერთ დიდი სიცარიელე და ამ ბირთვში მთელი მუხტი მოთავსებული და როდესაც ნაწილაკი უახლოვდება მას, უფრო მეტად ხდება ამ ნაწილაკის გადახრა. კი ბატონო. კარგი, ძალიან კარგი. ხო, აი თქვენ ახსენეთ, რომ თავიდან იყო წამოყენებული ჰიპოთეზა, რომ თანაბრად არის განაწილებული. ეს ვისი მოდელი იყო? ეს ხო არ გახსოვთ? ეს იყო ტომსონის ეგრეთ წოდებული ქიშმიშოვანი მოდელი, ანუ ტომსონი იძახოდა, რომ მუხტი დადებითი მუხტი თანაბრად არის განაწილებული და ეს უარყოფითი მუხტის მქონე ელექტრონები ქიშმიშებით ჩალაგებული არიან. იმაში ხო? აი ამის სირთულებზე მე ვილაპარაკებ
მაგრამ უბრალოდ ახლა შევჩერდები ამ რეზერფორდის კვლევაზე, ხო? კერძოდ, დღევანდელი ცოდნით, ხო, რომელიც დაადასტურა რეზერფორდმა, ატომი არის ბირთვისგან შემდგარი სისტემა, რომლის ირგვლივ მოძრაობს ელექტრონები. მოდი, ხა ერთი ელექტრონით შემოვიფარგლოთ, ანუ ეს არის წყალბადისებური ატომი, ხო? მაგრამ ზოგადად ამ ატომის ბირთვში შეიძლება იყოს n-ცალი ნუკლონი, ხო? ანუ n ნუკლონი არის კორპუსკულა, რომლისგანაც შედგება ატომის ბირთვი და ამ კლასში, ნუკლონების კლასში ერთიანდებიან ორი ტიპის ნაწილაკები. ესენი არიან პროტონები, ეთი აღინიშნება ეს პროტონები, არაურიოდ იმპულსში, აი E+ დავწერ, ანუ მათი მუხტი არის დადებითი და ნეიტრონები. ეს დღევანდელი ცოდნით ვიცით, ხო? თუმცა რეზერფორდმა მაშინ არ იცოდა. მას ეგონა, რომ ბირთვი იყო რაღაცა წერტილოვანი, ხო? ბირთვის ზომა დაახლოებით არის 10-13-დან 10-12 სანტიმეტრზე დამოკიდებული რა ტიპის ბირთვი არის, ხო? ნუ, უფრო დიდი ბირთვებისათვის, რომელიც შეიცავენ ბევრ პროტონებსა და ნეიტრონებს, მათი ზომა ბუნებრივად დიდი იქნება, მაგრამ აი ეს არის მახასიათებელი და აი ბირთვულ ფიზიკაში ხმარობენ ახალ ზომ ერთეულს, აი რო არ წერონ ეს 10-ის ხარისხებით, არის ეგრეთ წოდებული ფერმი, ანუ ერთი ფერმი უდრის 10-13 სანტიმეტრს. აი შეიძლება შეგხვდეთ ამოცანებში, ამიტომ ეს იცოდეთ, რომ აი როგორც ელექტროვოლტი შემოიღეს ენერგიის საზომად, ხო, რომ ჯოულებში რახან მცირე იყო ძალიან ეს რიცხვები, აი ფერმი. პროტონები და ნეიტრონები არის ბირთვის შემადგენელი და ბირთვის მასა გაცილებით დიდია ელექტრონების მასაზე, ბუნებრივი არის, რომ პროტონებისა და ნეიტრონების მასებიც გაცილებით დიდი უნდა იყოს. აი ცნობილია, რომ პროტონის მასა დაახლოებით არის ელექტრონის მასაზე 1800 ჯერ მეტი. ეს არის 1836.15 გამრავლებული ელექტრონის მასაზე. აი ამდენჯერ მეტი არის. ანუ ელექტრონის მასა თუ ვიცი, გავამრავლებ ამ რიცხვზე და მივიღებ პროტონის მასა, ხო? ელექტრონის მასა გახსოვთ, ხო, ელექტროვოლტებში რამდენია? მერებში, ანუ მეგა ელექტროვოლტი. ხო, ანუ ეს არის ელექტროვოლტებში, ანუ 0.511 10-ის მეექვსე ევი. ხო? აი, უბრალოდ ამდენჯერ მეტი არის პროტონის მასა. ნეიტრონის მასა დაახლოებით სიდიდით ახლოს არის პროტონის მასასთან, ცოტათი მეტი არის. ეს არის 1838.68 me. ხო, ანუ ბირთვის სურათი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ანუ ბირთვი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ აი ესეთ ერთობლიობად პროტონებისა და ნეიტრონებისა. ხო, ანუ p n და ასე შემდეგ. ანუ n ნუკლონი აერთიანებს ამ კლასს, პროტონებსა და ნეიტრონებს. პროტონების რიცხვი აღნიშნული არის z-ით, ეს უკვე ვთქვი, ხოლო ნეიტრონების რიცხვი n-ით. აი n-ით. კარგით, რეზერფორდისთან რაში მდგომარეობდა, რომ მან აიღო ოქროს ძალიან თხელი ფირფიტა, რომლის სისქე იყო 10-4 სანტიმეტრის ოქროს
ფირფიტა იყო. ანუ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ აი ამ ფირფიტაში ბირთვები აი ჩალაგებული არის დაახლოებით ასეთნაირად და მოახდინა ამ ფირფიტვის ალფა ნაწილაკებით ბომბარდირება, ხო? ეხლა რატო გამოიყენა ეს ალფა ნაწილაკები? პირველი რომ ალფა ნაწილაკის მუხტი Q ალფა არის დადებითი და გასაგები არის რომ ბირთვი მას განიზიდავდა. ეს ერთი და მეორე ალფა ნაწილაკის მასა M ალფა გაცილებით მეტი არის ელექტრონის მასაზე, იმიტომ რომ ალფა ნაწილაკის მასა დაახლოებით არის 4-ჯერ M პროტონი, ხო? და M პროტონი რახან 1800-ჯერ მეტი არის ელექტრონზე, ბუნებრივია უფრო მეტჯერ იქნება ეს ალფა ნაწილაკი. ალფა ნაწილაკის მასა, ხო? ანუ ჩვენ შეგვიძლია უგულებელყოთ ალფა ნაწილაკების ურთიერთქმედება ელექტრონთან, იმიტომ რომ ალფა ნაწილაკი, ასეთი მასიური ნაწილაკი, რო დაეჯახება ელექტრონს, მისთვის ელექტრონი არავითარ წინააღმობას არ წარმოადგენს. ეს ერთი. ხო, ანუ ალფა ნაწილაკის ელექტრონთან ურთიერთქმედება შეიძლება საერთოდ იქნას დავიწყებული. ეს ერთი და მეორე, რახან აი ეს ფირფიტის სისქე არის ძალიან პატარა, ალფა ნაწილაკის ენერგია რახან იყო დიდი, ალფა ნაწილაკი ამ ფირფიტაში ძალიან სწრაფად გაივლიდა, ხო, ანუ ურთიერთქმედების დრო ამ ალფა ნაწილაკის ამ ფირფიტისთან იყო, რაც შეიძლება მცირე, მიზერულად მცირე, ანუ ალფა ნაწილაკი მოასწრებდა საშუალოდ ერთ ბირთვთან ურთიერთქმედებას. ხო, გასაგებია. ხო, ანუ იდეა იყო, რომ ჩაეტარებინა ესეთი ცდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ურთიერთქმედება ჰქონოდა ალფა ნაწილაკს სხვა ნაწილაკებთან, კერძოდ ელექტრონთან და სხვა ბირთვებთან. ანუ ეზერფორდმა ეცადა, რომ ეს ამოცანა დაეყვანა ორი სხეულის ამოცანაზე. კერძოდ რასთან? ალფა ნაწილაკის ურთიერთქმედებას ერთ ბირთვთან, აი, წარმოიდგინეთ, აი ეს თვითონ ატომია, გასაგებია, ხო, მაგრამ ელექტრონს თუ გამოვრიცხავ, ხო? გასაგები არის, რომ ეხლა ალფა ნაწილაკის სიჩქარე, აი B-ი აღნიშნოთ ესა, ხო? მიმართული არის აი ამ ფირფიტისკენ, სადაც ეს ბირთვი არის მოთავსებული, ხო? და ამიტომ ზუსტად რომ მოხვდეს ეს ალფა ნაწილაკი ამ ბირთვს, ამისათვის მე მჭირდება ისეთი სიდიდის შემოღება, რომელიც არის სამიზნე პარამეტრი. ანუ სამიზნე პარამეტრი რა არის? B-ი იყო აღნიშნული, ხო, თუ გახსოვთ, ხო? სამიზნე პარამეტრი არის ის მანძილი, რითაც ჩაუვლიდა ალფა ნაწილაკი ამ ბირთვს, რომ არ ყოფილიყო მათ შორის ურთიერთქმედება. ხედავთ, ხო, რასაც ვხატავ, ჩანს ხო ეკრანი? ხო, მაგრამ იმის გამო, რომ ახლო მანძილზე ხდებოდა ბირთვისა და ალფა ნაწილაკის განზიდვა, იგი გადაიხრებოდა, აი ასე წყვეტილი ხაზითა მაქვს და აი ეს გადახრის წრფე დახრა აი ამ საწყის მიმართულებასთან არის გაფანტვის კუთხე, ხო? თქვენ თეორიული მექანიკის პირველი ტომის, აი ლანდაუს პირველი ტომის ნასწავლი გაქვთ ორი სხეულის ამოცანა კულონური ველისათვის, ხო? ეს არის ზუსტად ის ამოცანა, ოღონდ მიზიდვის პოტენციალის მაგივრად საჭიროა გამოიყენოთ განზიდვის პოტენციალი და ეს საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული რეზერფორდის ფორმულა, რომელიც აკავშირებს გაფანტვის კუთხეს სამიზნე პარამეტრთან, ხო? თუ არ გახსოვთ, ჩემი თხოვნა არის, რომ ეს გაიხსენოთ, ამისი გამოყვანა, ეს უნდა იყოს ასევე, როდესაც თქვენ სწავლობთ ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონს, აი ორბიტებზე მოძრაობას, რომ აი თქვათ, ციური სხეულების ორბიტები არ არის ელიფსი, ან არის პარაბოლა, ან არის ჰიპერბოლა. ჩემი თხოვნა არის, რომ ლანდაუ ლიფშიცის ტომიდან ეს პარაგრაფი წაიკითხოთ. პირველი ტომიდან ესე იგი ლანდაუ ლიფშიცის პირველი ტომიდან შესაბამისი პარაგრაფი
საკითხს კერდოთ პარაგრაფის სათაურია რეზერფორდის ფორმულა. რეზერფორდის ფორმულა ის გამოყვანა, მე უბრალოდ გამოვიყენებ ამ ფორმულას. ეს არის კავშირი გაფანტვის კუთხეს შორის, ანუ კოტანგენს ტანგენს ნახევარი, აი ეს კუთხე რომელიც დავხატე აქ, აი ეს არის გაფანტვის კუთხე, ხო, ხედავთ ამ იმაზე, ხოლო აი ეს არის სამიზნე პარამეტრი. ხო? უნდა დაკავშირებული იყოს, უნდა იყოს კავშირი ამ ორ სიდიდეს შორის. ეს არის mb b კვადრატი 2k e კვადრატი, ხო? m არის აქა ალფა ნაწილაკის მასა, v არის მისი სიჩქარე უსასრულობაში, ხო, ანუ ძალიან შორს იყო ალფა ნაწილაკი სიჩქარე ალფა ნაწილაკისა სიჩქარე ze არის ბირთვის მუხტი, ანუ ბირთვის მუხტი, ანუ ვიცით რომ რამდენი ცალი პროტონია ამ ბირთვში? z ცალი, z-ია ესა. z ცალი, ხოლო ალფა ნაწილაკის მუხტი არის 2e. 2e, ხო? აი k არის ელექტროსტატიკური მუდმივა, k. ხო არ გახსოვთ სისტემაში რიცხობრივად რამდენია ეს k? ეს არის 9 გამრავლებული 10-ის მეცხრეზე. მოდი გამეორების მიზნით ამისი განზომილება თქვენთან დაადგინეთ. ანუ გამოიყენეთ კულონის ფორმულა და მითხარით ეს ეხლა არა საშინაო დავალება გექნებათ, დაადგინეთ რა უნდა იყოს მისი განზომილება, მაგრამ რიცხობრივი სიდიდე არის საკმაოდ დიდი. აი ეს არის ხო? აი ამას მეუბნება მე რეზერფორდის ფორმულა, ხო? კერძოდ აქ ორი რაღაცა არის ჩადებული, რომ ახლო მანძილებზე, ანუ ატომურ მანძილებზე სამართლიანი არის კულონის კანონი, ხო? და თუ აი ექსპერიმენტით გადახრის კუთხეს მე მივიღებ ისეთ, რომელიც გამოითვლება ამ ფორმულით, ხო, ეგ ნიშნავს, რომ ფაქტიურად ალფა ნაწილაკის მოძრაობა ამ ოქროს ფირფიტაში დაიყვანება ორი სხეულის ამოცანაზე. რას ნიშნავს, რომ რეზერფორდის პლანეტარული მოდელია სწორი. ტომსონის მოდელი რო ყოფილიყო სწორი, მე ორი სხეულის ამოცანას ვერ გამოვიყვანდი, ხო? რატო ვერ გამოვიყენებდი ორი სხეულის ამოცანას? იმიტომ რომ ტომსონის მოდელი გულისხმობს, რომ ბირთვში მუხტი თანაბრად არის განაწილებული და თუ თანაბრად არის განაწილებული, მაშინ გასაგებია ორ წერტილს შორის ურთიერთქმედების ფორმულას კულონის კანონს მე ვერ გამოვიყენებდი. ხო, ანუ აქ დაშვება არის, რომ რეზერფორდის პლანეტარული მოდელია სწორი. ხო, ანუ ორი რაღაცა არის. პირველი, რომ კულონის კანონი მუშაობს ბირთვულ მანძილებზე, კულონის კანონი მუშაობს ატომურ მანძილებზე. ატომურ მანძილებზე და მეორე აი ამ ეს ფორმულა ასე ვთქვათ არის პირდაპირი ტესტი რეზერფორდის პლანეტარული მოდელის, რომ აი მოდი დავხატოთ რეზერფორდის მოდელი. რომ ატომი არის ბირთვი, წერტილოვანი ბირთვი. ხო? აი იმისგან მიხედვით, თუ აი თქვენ ახსენეთ, რომ მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის ნაწილაკების არ ეკლახდებოდა დანარჩენი ძალიან მცირე კუთხეზე გადაიხრებოდნენ, ან საერთოდ არ გადაიხრებოდნენ. ხო, აი იმისგან მიხედვით რეზერფორდმა მოახერხა დაედგინა თუ რა იყო მანძილების ზომების შეფარდება ბირთვის ზომასა და თვითონ ატომის ზომას შორის, ხო? მან კერძოდ დაამტკიცა, რომ ატომის ზომა R ატომისა გაყოფილი ამ ბირთვის ზომაზე R ბირთვი დაახლოებით არის 10000 10-ის მეოთხე 10-ის მეხუთე რიგისა, ხო? ანუ
ფაქტიურად ეს არის ეს არის რომელიც დასწრიხული ფაქტიურად სიცარიელი არის ამ არეში.